ძველი საიდუმლო. ყვავილები ძალიან ლამაზია. დიდი მადლობა. მადლობას მე უნდა გიხდიდა. მადლობ რომ შენი ლამაზი ღიმილი დამასაჩუქრა. ეს ყვავილები ცოტა მოსაწყენი გამოვიდა. ვიფიქრე დიდ გვირგვინს ვიყიდი მეთქი, მაგრამ გადავიფიქრე რადგან მძიმე იქნებოდა და ვერ ატარებდი. ხუმრობ? არ ხუმრობ. ამ ქვეყნად ყველაფერს საუკეთესო სიმსახურებ. შემთხვევით შევხვდით, მაგრამ კაფეში ხომ არ წავსულიყავით. ჩაის ან ყავას დავლევდით. ერთმანეთს უკეთ გავიცნობდით. დღეს სამუშაო მაქვს. მოგვიანებით შეიძლება. კარგი, როგორც ითქვა. შეხვედრამდე. შეხვედრამდე. ესეც ასე ჩეთო. არ მესმის შერიგებას რატომ სთხოვ ისეთ გოგოს, რომელსაც ერთი ყვავილების თაიგულით მოხიბლავ. დამაცადე. ნახავ რაც მოგელის. ბატონი ჰალილი ჯერ არ მოსულა. მეც ხომ არ წავიდე. ცოტა ხანს დაველოდოთ, დედა. რა ხდება? ვის უყურებ? Allah kahretsin. Çanda მგონი შემამჩნია. დედა. ვინმე დაინახე? ის კაცი. მომყვებოდა. ერთხელ დედა ასიას გვერდით დავინახე. ეს იმას ნიშნავს, რომ მითვალთვალებს. მოიცადე, დამელოდე. რა ხდება დაო, რა ამბავია? ნუ გარბი ხარ. რა ხდება? დაიჭირეთ, არ გაუშვათ. გაჩერდი მეთქი, გაჩერდი. 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 დაიჭირეთ მაოჰალილ. დაიჭირე. არ გაუშვა. რა ხდება ნედი? ვინ არის ეს კაცი? ვინ ხართ? მითხარი დედა ასიემ რატომ დაგავალა ჩემთვის გეთვალთვალა? ილაპარაკეთ რომ ცოცხალს არ გაგიშვებ. ორჰან, წადი ჩვენი ბიტა მოიტანე. ახლავე ძმაო. მე არაფერი დამიშავებია. გამიშვით. რაც ქალბატონმა ასიემ მიბრძანა ის გავაკეთე. საკონდიტროდან შენ გამომიშვეს, არა? სახლიც ქალბატონმა ასიემ იყიდა. ძმავე ისელმა მითხრა. ყველაფერი მან დაგეგმა. ყველაფერი. ამისთვის პასუხს აგებ, დედა ასია. პასუხს აგებ. დედა! დედა, სად მიდიხარ? გამიშვიშვილო. ამიერიდან ხელს ვერავინ შემიშლის. დედა, დამელოდე. დედა! დურუ. მოდი შვილო, მივდივართ. აქამდე არ უნდა დაცემულიყავი, დედა. ეს არ უნდა გაგეკეთებინა. მოიცადე, დამელოდე. დედა, სად მივდივართ? გაჩუმდი შვილო. წამოდი. მოდი. დედა, სად მივდივართ? რაც არ უნდა გააკეთო, მაინც არ დავნებდები. სანამ ცოცხალი ვარ, ვერ მაიძულებ შვილები მივატოვა. ამიერიდან აღარ გავჩუმდები. ვერავინ გამაჩუმებს. დრო მოვიდა ჩინარ.
შენი აქედან წასვლის დრო მოვიდა. ეს სასჯელი შენთვის კიდევ მსუბუქია. 20 წლის წინ ჩემი შვილი წამართვი. ჩემს შვილიშვილებს მამა მოუკალი. სახლი და სამსახური თუ წაგართვი დიდი ამბავი. ჯანან, გარს მე გავაღებ. რა ხდება ესმა? ტელეფონი დამრჩა ბიცოლა. მგონი მისაღებ ოთახშია. ესმა, რა მოხდა შვილო? ტელეფონი დამრჩა ბებია. სადმე აქ იქნება? წინ რომ ტაქსია იმას გაყევით. დედა, სადმე ვდივართ? ნოდირი შვილო, საშიში არაფერია. ახლა მარცხნივ უნდა შევუხვიოთ. ბიცოლა, ვიპოვე, გაზეთების ქვეშ ყოფილა. ძალიან კარგი. მე წავალ. ესმა, რადგან დაბრუნდი ისაუზმე და ისეწადი. არ მცალია ბებია. ვერ დავრჩები. ორი ლუკმა შეჭამე. შეერინო წახვალ. კარგი ბებია. ჯანან, ესმა საუზმე მოუმზადე. დედა ასიე. ზუჰალ. კარი გააღეთ. კარი გააღეთ. მოვედი დედა ასიე. თუ რამე გაქვს სათქმელი პირისპირ მითხარი. თუ რამე გინდა რომ გააკეთო, მოდი და გააკეთე. 2 დღეში სამხედრო სამსახურს ახალი მმართველი ეყოლება. წესიერი საინფორმაციო არხი ვერ ვიპოვე. ვინ იცის რა ხდება ჩვენს ქვეყანაში? არ გესმით? საყვარელო, შენ აქ დამელოდე, კარგი? ო, დედა. დედა, რას აკეთებ, გაგიჟდი? გამეცალე სეჰერ. დედა, გთხოვ არ გინდა. გზიდან ჩამომეცალე. მომისმინე, დედა. თავი დამანებე სეჰერ. რაც არ უნდა მოხდეს, მზად ვარ. ჩემი წამება უნდა დასრულდეს. გამატარე. დედა ასიე. დედა, გთხოვ, გაჩერდი. გავჩერდე? სეჰერ, 20 წელი იმის გამო ვისჯებოდი, რაც არ ჩამიდენია. ვამტკიცებდი უდანაშაულო ვარ მეთქი, მაგრამ არავინ დამიჯერა. დედა სიმართლე ვუთხარი და ხელზე ვემთხვიე. კვლელი ხარო მითხრა. ვემუდარებოდი, არ გამწირო. შვილებს არ დამაშარო მეთქი. სახლიდან გამაგდო. ეს არ იკმარა და სამსახურიც წამართვა. შიერი დავრჩი. ქუჩაში დავრჩი. ვიღაც კაცს ჩემი თვალთვალი დაავალა, როგორ გავჩუმდე. კარი გააღეთ. ბებია. გარედან რაღაც ხმა მომესმა. მე არ გამიგია შვილო. მართო. თითქოს ვიღაც ყვირის. რა მოხდა? ესმამ რაღაც ხმა გაიგონა. ბიცოლა, თითქოს გარეთ ვიღაც ყვირის. მართო. ჯანან. დედა. ღვთის გულისათვის დამიჯერე. ახლა ამის დრო არ არის, თავი შეიკავე. ბებიას გული სიძულვილით აქვს სავსე, რომც დაელაპარაკო ვერ გაიგებს. უფლება მაქვს დაველაპარაკო სეჰერ. ნუ მე წინააღმდეგები. დედა, გთხოვ, არ გინდა. გავჩუმდე სეჰერ. ვაპატიო ის, რაც ჩაიდინა. მე მხოლოდ ჩემს შვილებთან ახლოს ყოფნა მინდოდა. ეს როდემდე გაგრძელდება? კიდევ რამდენ ბოროტებას ჩაიდენს? დედა, შენ ამას არ იმსახურებ, ვიცი. მაგრამ რა შეიძლება თუ ბებიას დაელაპარაკები? იტყვის, რომ სახლში შეიჭერი და აყალმაყალი მოაწყო. დამნაშავედ შენ გამოგიყვანს. დედა, 20 წლის შემდეგ იპოვე. ვეღარ დაგკარგავ. მისმინე, შეიძლება მართალი ხარ. ამდენ ხანს არ უნდა მოგოცადა. ესმამ და ჩეთინმა სიმართლე რომ იცოდნენ, ბებია ასე ვერ მოგექცეოდა. მაგრამ გვიანი არ არის. შეგვიძლია ჩემს და-ძმას დაველაპარაკოთ. ყველაფერი ავუხსნათ.
მერე წინ ვეღარავინ გადაგვეღობება. დავიდეთ დედა. ბებიასთან ჩხუბის ნაცვლად სჯობს ჩეთინს და ესმას დაველაპარაკოთ. სიმართლეს გაიგებენ, ყველაფერი დასრულდება. დავიდეთ დედა. დავიდეთ სანამ ვინმე დაგვინახავს. ჯანან ვინ არის? არავინ, ქალბატონო ზუხალ. დურო, ცოტა ხანს პარკში ითამაშე. დავსხდეთ და დაველაპარაკოთ. შენს დაწმას სიმართლე როგორ ვუთხრა სეჰერ? შეიძლება არ მიმიღონ. ახლაც ისე ვეტყვით, როგორც ამას ადრე ვაპირებდით. მათ ერთად შევხვდებით. ხელი ხელ ჩაკიდებული, გვერდ-გვერდ. ეტყვი, რომ დედა ჩვენი ხარ. ეტყვი, რომ უდანაშაულო ხარ, რომ მამა ჩვენი არ მოგიკლავს. რასაც გეტყვი, ყველაფერს გაიმეორებ. აღარ იტირო. აქამდე ჩვენც და შენც საკმარისად ბევრი ვიტირეთ. ამიერიდან აღარ ვიტიროთ. ჩვენი ბედნიერების დრო მოვიდა. იმედია შვილო. იმედია. ახლა რა ვქნათ? ჩეთინი და ესმა ერთად დავიბაროთ? თუ ცალ-ცალკე უთხრათ? გისმენთ? დედა ასიეს ნახვა მინდა. ჯანან, ვინ არის? დედა ასიეს კითხულობს. წადი დაუძახე. დედა, ჯერ ესმას დაველაპარაკოთ. კი, მაგრამ შვილო. ესმა ძალიან გაბრაზებულია. ესმა მიდის დედა. სად მიდის? ინგლისში. ინგლისში? რას ამბობს სეჰერ? ეს როდის გადაწყვიტა? არ ვიცი დედა. ლონდონის უნივერსიტეტში საბუთები გაგზავნა და მიიღეს. ესმა. ჩემი უმცროსი ქალიშვილი. სწორედ მაშინ, როცა მეგონა რომ ერთმანეთს აღარ დავშორდებოდით, ინგლისში სრულიად უცხო ქვეყანაში უნდა წავიდეს? ძალიან შორი არ არის სეჰერ? კარგი. ჯერ ესმას დაველაპარაკოთ. სხვა გზა არ მქონდა ქალბატონო. მთელი სამეზობლო ერთად შეიკრიბა. მათგან თავი ძლივს დავაღწია. ესე იგი ჩინარმა გაიგო, რომ ეს ყველაფერი მე დავგეგმე. რადგან ასია წესით უნდა მიმხვდარიყო, რეალურად რაზე ვარ წამსვლელი. დურო, მოდი შვილო, სახლში მივდივართ. ჯერბიძია ჰალილთან შევიაროთ. შენი ჩემოდანი წამოვიღოთ. სახლში წავიდეთ. არავითარ შემთხვევაში სეჰერ. იმ სახლში ფეხსაც აღარ შევდგამ. კი, მაგრამ დედა, ნუ დაიჟინებ სეჰერ. არ შემიძლია შვილო. მარტო არ დაგტოვებ, სეჰერ. იქ ვერ დავბრუნდები, საიდანაც გამომაგდეს. აბა რა სიზამ? სად დარჩები? არ ინერვიულო. საკუთარ თავს მივხედა. ფული შეინახე სეჰერ. დედა გთხოვ, სეჰერ. გთხოვ გამომართვი. ბევრი არ არის. ნება მომეცი ასე მაინც დაგეხმარო. აიღე. ახლა როგორ მოვიქცე ქალბატონო? ცოტა ხანს არსად გამოჩნდე. საჭიროების შემთხვევაში დაგირეკა. კარგი. ბოდიშს გიხდით, ბატონო ჰალი. თქვენც შეგაწუხეთ.
რას ბრძანებთ? როგორ გეკადრებათ? მეტავ შემეძლოს რამით დაგეხმაროთ. ღმერთმა დაგლოცოთ. უკვე საკმარისად დამეხმარეთ. თქვენ რომ არა იმ კაცს ვერ დავიჭერდით. გავიგეთ რომ ეს ყველაფერი დედა ასიემ ჩაიდინა. არ ინერვეულა დედა. ბებია ჩემის ტყუილი გამოაშკარავდა. ვერ ხვდები აქამდე როგორ დავიდა. გთხოვ არ ინერვეულა. ვერაფერს დაგიშავებს. იმედია. ახლა სად უნდა დარჩეთ? უფალი მოწყალია. როგორმე გამოსავალს ვიპოვე. თუ გნებავთ შეგიძლიათ ჩემს სახლში დარჩეთ. ერთი პატარა ოთახი თავისუფალი გვაქვს. სიამოვნებით მიგიღებთ. გმადლობთ. ღმერთმა დაგლოცოთ. არ მინდა შეგაწუხოთ. სასტუმროში ვიცხოვრობ. როგორც გინდათ. თუ გადაიფიქრებთ, იცოდეთ რომ ჩვენი კარი თქვენთვის ყოველთვის ღიაა. გმადლობთ. ჩინარს რაღაც სჭირს. თუ იცის რომ სახლიც და სამსახურიც მეწავართვი, გაბრაზებული კარზე რატომ არ მოგვადგა? მართალი ხარ დედა. მისი დუმილი კარგის ნიშანი არ უნდა იყოს. თუ გინდა წავალ და გავარკვევ რას აპირებს. ძალო. არ არის საჭირო. იჯექი სადაც ხარ. შეიძლება რამე სისულელე გააკეთო და ყველაფერი აურიო. დედა, ისევ ქალბატონ ნერიმანს რომ ვთხოვოთ დახმარება? გაიგოს რას აკეთებს, რისთვის ემზადება. კარგი აზრია. ახლავე დაურეკე. კუდრეთ პოირაზი. მინიცის რა განზრახვა აქვს. მამიდა. შენ ხარ? მე ვარ შვილო. სხვას ვისელოდი. კეთილი იყო შენი მოსვლა მამიდა. გამიკვირდა რადგან არ მაცნობე რომ მოდიოდი. რა მოხდა? შენი საქმეები მოაგვარე? შვილო, ნება მომეცია მოვისუნთქო. ყველაფერს მოგიყვები. რა ხდება? ყვავილები ვინ მოგართვა? მე სიბელმა მომიტანა. კარგია. ოჩახ. ამას თავი დავანებოთ და ძალიან კარგი ამბავი მაქვს. რა ხდება რა ამბავი? ჯერ დაღლილ მამიდას ყავა გაუკეთე. მერე ყველაფერს დაწვრილებით მოგიყვები. კარგი. სასტუმროები ძალიან ძვირია. იმედია სადმე იაფად ვიპოვე. ფულზე არ ინერვეულა. ერჯუმენტმა მუშაობა დაიწყო. ავანსი უკვე მისცეს. ამიტომ ფული გვაქვს. არ არის საჭირო შვილო. ჩემ გამო ფულს ნუ დახარჯავთ. სხვა დროს დაგჭირდებათ. ჰადი მირეკავს. ალო? ძვირფასო მეგობარო. შენთვის კარგი ამბავი მაქვს. რა მოხდა დაო? ტელეფონით ვერ გეტყვი. პირისპირ უნდა შეგხვდე. ახლავე ჩაალაგე ჩემოდანი და ჩემთან მოდი. თექირდაღში არ იყავი? დავბრუნდი. თანაც ხელცარიელი არ დავბრუნებულ ვარ. სასწრაფოდ მოდი გელოდები. შენთვის სიურპრიზი მაქვს. კარგი დაო, მოვდივარ. რა სიურპრიზი მამიდა? მოითმინე. ცნობის მოყარეობით არავინ მომკვდარა შვილო. დედა ჰადიემ რა გითხრა? რამე მოხდა? კარგი ამბავი მაქვს ომითხრა. მაგრამ კონკრეტულად არაფერი ვიცი. მე მგონი მასთან დარჩენას გთხოვს. იმედი ვიქონიოთ რომ ასია. ნერვიულობდი სასტუმროში მარტო რა უნდა გაგეკეთებინა. ჩემი დედა მთილი მოდის. ვინ იცის რა შეიფიქრა? არა უშავს შვილო. არ შეებასუხო. ჩემოდანიდან რატომ გაქვს? მშობლიურ სოფელში მიდიხარ? რატომ ეკითხებით? ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ სახლიდან გაგეგდოთ. როგორც ჩანს, არ გაინტერესებთ რა მოუვა. მართალი ხარ? უსამართლოდ მოგეკეცით, ქალბატონო აიშე. ბოდიშს ვიხდი. დაივიწყეთ რაც მოხდა. სანერვიულო არაფერია. რას ამბობთ? ძალიან შევრცხვით. თქვენზე ვღელა. ახლა სად ცხოვრობთ? თავი როგორ გაგაქვთ? გმადლობთ. ჩემზე ნუ ხელავთ. ღამის გასათევი მაქვს. მართლა? ძალიან გამიხარდა. საათ? 7 და უსაფრთხო ადგილი ვიპოვე. ჩხუბისა და ხმაურის განმოშორებით. არი დარდოთ. მიხარია თუ ასია. შვილო, გარეთ საქმე მაქვს. საღამოს შევხვდებით.
მერტო, რა დაემართა ამ ქალს? ყურადღებას ნუ მიაქცევ შვილო. ჰადი ესთან წავალ. სახლში შედი, ბავშვი დაღლილია. დედა, გთხოვ სახლში წავიდეთ. ფეხები დამეღალა. კარგი შვილო, წავიდეთ. დეიდა, ჰადი ეს რომ დაელაპარაკები შემატყობინე. კარგი შვილო. ნახვამდის, ნახვამდის. დაო, შენთან არ უნდა წასულიყავით? აქ რატომ მოვედით? მოითმინე, მალე გაიგებ. გთხოვთ? აბა, როგორია? მოგწონს? ძალიან ლამაზია. ეს ვისი სახლია? ჩვენი. ამიერიდან არაფერი გაგვიჭირდება. თუ გაგვიმართლებს, ყველა ერთჯერ ქვეშ ვიცხოვრებთ. მართალს ამბობ, დაო? რა თქმა უნდა. ჩემ სოფელში მიწას იმაზე მეტი პასი ჰქონდა, ვიდრე მეგონა. ამიტომ გავყიდე და ეს სახლი ვიყიდე. ამიერიდან ეს ჩვენი სახლიცაა და თავშესაფარიც. არ ვიცი რა გითხრა. გაიხარე მეგობარო, გაიხარე. თუ გავერთიანდებით ღვთისწყალობით, ვერავინ და ვერაფერი დაგვამარცხებს. წამოდი, ღუმელს გაჩვენებ. ესეც ჩვენი შემოსავლის წყარო. ამიერიდან სამეზობლოში ჩვენი გამომცხვარი პურის სურნელი დატრიალდება. კიდევ უგემრიელეს ბლინებს და ნამცხრებს გამოვაცხობთ. ჩინარ. ღვთის გულისათვის ნუტირი. უფლის წყალობით ყველაფერი გამოგვივა. დამშვიდდი დაო. ამ სიკეთეს ვერასდროს გადაგიხდი. ღმერთმა დაგლოცოს დაო. გმადლობ შვილო, დიდი მადლობა. არაფერს. ხუმრობაში ჩვენი პატარა კუთხე მოვაწყვეთ. გამოგვივიდა დაო, ჰადია. აქაურობა გავალამაზეთ. იმედია ბევრი კლიენტი გვეყოლება. რა თქმა უნდა გვეყოლება. ის ქალი ასია, ვეღარაფერს დაგიშავებს. ნახოთ ახლა რა სიზონს. აქედან ხო ვერ გაგაგდებს. მალე შვილებს სიმართლეს გავამხელ. მერე დედა ასია გზაზე ვეღარ გადამეღობება. იმედია დაო. დაო იცი, მე და სეჰერმა გადავწყვიტეთ, ესმას და ჩეთენს დაველაპარაკოთ. ჯერ ესმას ვეტყვით. იმედია ისიც დაიჯერებს. თუ სეჰერმა დაიჯერა, ესმა რატომ არ დაიჯერებს? ესე იგი უცხოეთში წასვლას გადაიფიქრებს? უცხოეთში როგორ წავა, როცა მრავალი წლის შემდეგ მონატრებულ დედას ნახავს? მშვიდად იყავი. თავარია სიმართლე უთხრა, დანარჩენი ღვთისნებაა. იმედია ყველაფერი კარგად ჩაივლის. ბრძალო, მოდი ჩემთან.
გისმენ დედა? რა ხდება? ნერიმანმა არ დაგირეკა? არა დედა, არ დაურეკავს. ცოტა მოვიცადოთ. ხვალ ყველაფერს გავიგებთ. გამარჯობა. საღამო მშვიდობისა საყვარელო. რა ხდება? კუდრეთის სახლში არ მოსულა? მოვიდა. თავის ოთახშია. დედა, ცუდად ხომ არ ხარ? არა შვილო. უბრალოდ დავიღალე. დედა, ჩემი მაისური ვერ ვიპოვე. ალბათ ჯანანმა სამრიცხაოში წაიღო შვილო. ახლა ვევნახა. შვილო, დღეს ჩეთინი არ გინახავს? ეს მომითხრა რომ სამსახურს ეძებდა. ბავშვმა რა იცის თურგუთ? ჩეთინის ძიძაა? თუ ძალიან გაინტერესებს დაურეკე და გკითხე. შენთვის არ მიკითხავ ზუჰალ, გაჩუმდი. მიპასუხე შვილო, დღეს ჩეთინი არ გინახავს? არა მამა, არ მინახავს. კარგი. რომ მოვა ჩემთან გამოგზავნე, კაბინეტში ვიქნები. გეგონება სხვა საქმე არ მაქვს, რას მეკითხება? დაივიწყე შვილო. წამოდი, შენი მაისური ვიპოვოთ. რადგან აქ მუშაობა გადაწყვიტე, პირველ საქმეს მოგცემ. ეს რა არის? იმ ხალხის სია, ვისაც ჩვენი ვალი აქვს. ფული უნდა დავაბრუნებინოთ. ბინძური საქმეა, მაგრამ არ ინერვიულო. ამისთვის ბევრ ფულს მიიღებ. ხვალ პატარა წვეულებას მოვაწყობთ, მეზობლებს დავპატიჟებთ. კარგი აზრია და როგორც შენ მოისურვე. ხუმრობ მამიდა. ხომ არ დაგავიწყდა რა საქმიანო? ხალხი იფიქრებს, რომ 5 ვარსკვლავიან რესტორანს ხსნით. ეს ჩვენი შემოსავლის წყაროა. რა პრობლემაა? ნუ აჭარბებ მამიდა. ბლინებს გამოაწყობ და გაყიდი. ამის გამო წვეულება უნდა მოაწყო? სულაც არ ვაჭარბებ. ახალ საქმეს ვიწყებთ და უნდა აღვნიშნოთ. შენი დახმარება დამჭირდება. ხოლდილით ადრე ადექი და ბაზარში წადი. მოსართავები იყიდე. ფერ ვიჯერებ. უშტები და ლენტები უნდა ვიყიდე? მეზობლებზე კარგი შთაბეჭდილება რომ დავტოვოთ? კარგი აზრია. თუ პოსტერს დაამზადებ, კარგი იქნება. ყურადღებას მივიქცევთ. და მთელმა მსოფლიომ გაიგოს, რომ ახალ საქმეს ვიწყებთ. სეჰერს დავურეკავ. დედა, ტელეფონი გირეკავს. გმადლობ საყვარელო. ალო? დედა, რა ქენით, სახლში კომფორტულად მოეწყვეთ? მოვეწყვეთ შვილო. რომ ნახავ გაოცდები, ისე გავალამაზეთ ყველაფერი. რა კარგია. ძალიან ბედნიერი ვარ. იმედი მაქვს ახალ საქმეში წარმატებას მიაღწევთ. ამინ შვილო. ხვალ გახსნის ცერემონიას ვაწყობთ, ხომ მოხვალ? როგორ არ მოვალ? დურუს ხელს მოვკიდებ და დილა ადრიან თქვენთან გამოიქცევი. გელოდებით შვილო. შენ და დურუ ჩემი საპატიო სტუმრები იქნებით. სეჰერ. ხვალ წვეულებაზე ეს მოცხომ არ დავპატიჟებ. საღამოს დავსხდებით და დავალაპარაკებით. დაპატიჟე. ჩვენი ბრალია რომ აქამდე ვიცადეთ. რაც შეიძლება მალე მოვაგვაროთ ეგ საკითხი. კარგი, მაშინ ხვალ გნახავ. როგორც გითხარი, არაფერზე იდარდო, კარგი? კარგი. წარმატებას გისურვებ. რა ხდება რძალო? ხვალ სადმე მიდიხარ? დეიდა იშემ კვების ობიექტის გახსნაზე დამპატიჟა. ის ქალი ჯერ კიდევ გუშინ ღამის გასათევს არ ეძებდა. კვების ობიექტი როგორ უნდა გახსნას? დეიდა ჰადიემ ახალი სახლი იყიდა. ბაღში ბლინებს გამოაცხობენ და გაყიდიან. ისევ გადარჩა. კატასავით 9 სიცოცხლე აქვს. მთელი 20 წელი შენს მონატრებაში გავატარე, ჩემო რასი. დედა შენი სურათის ყურებაში დაბერდა. სხეული ისევ ცოცხალია, მაგრამ სული მონატრებით კვდება შვილო. მაგრამ სანამ პირში სული მიდგას. ის მკვლელი დღის სინათლეს ვერ ნახავს შვილო. ის ქალი, რომელსაც ჩინარი ქვია. ჩემ შვილიშვილებს ახლოს ვერ გაეკარება. შევასრულებ იმ პირობას, რომელიც შენ საფლავზე დავდე.
ჩემი შვილიშვილები იმ ქალს დედად არასდროს აღიარებენ. ღმერთო მოწყალე, შენ მომეცი შვება ყოველი გაჭირვების შემს. შენ მომეცი იმედი, როცა ცხოვრების გასაგრძელებლად ძალა აღარ გამაჩნდა. ეკლიანი გზები მარტივად გამატარე. მე ვიცი, რომ შენი გულისკარი ყოველთვის ღია ამ სურვილთათვის. გევედრები ღმერთო. მომასწარი იმ დღეს, როცა ჩემს შვილებს გულში ჩავიკრავ და დედას დამიძახები. სიცოცხლეს ნუწამართ მე ვიქამდე, სანამ ჩემს უდანაშაულობას არ დაიჯერებენ. ძალა მომეცი, რომ ხვალეს მას დაველაპარაკო. ნედიმ, საწყობში ზედმეტი სკამები გვაქვს. გამოიტანე, უნდა წავიღო. ქალბატონ ჰადიესთან ძმაო? ახალი კვების ობიექტი გაუხსნიათ. ძალიან გამიხარდა. სასადილოდან რომ გამოაგდეს ძალიან ვინერვიულეთ, მაგრამ საბედნიეროდ ახალი საქმე წამოიწყეს. იმედია ამიერიდან ყველაფერი კარგად იქნება. იმედია ძმაო. წავალ საწყობიდან სკამებს გამოვიტან. წვნიანს მარელი დაუმატოთ. ძალიან ლამაზი გამოვიდა და მადლობა ღმერთს. მადლობა ღმერთს. ხედავ უფალმა მარტო არ დაგტოვა. ასეთ მშვენიერ ადგილას მოგვიყვანა. ისე გიხარიათ, რომ სასადილოში აღარ ვმუშაობთ. ეს ადგილი მართლა მოგწონთ? საბავშვო ბაღს გავს. დემეთ. ეს ნამცხრობი და ფუნთუშები სუფრაზე გავანაწილოთ. მალე ხალხი მოვა და ყველაფერს ვერ მოვასწრებთ. წარმატებულ დღეს გისურვებთ. სკამები მოგიტანეთ. ღმერთო, აქაურობა როგორ გაგილამაზებიათ. ქალის ხელი რასაც ეხება, ყველაფერი საოცრად გამოიყურება. გმადლობთ ბატონო ჰალილ. დაგეხმარებით. დაო. მალე აქაურობა სტუმრებით გაივსება. შენ მათ მიხედე, ბატონ ჰალილს მე დავეხმარები. კარგი. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. ქალბატონო ზუჰალ, როგორც ყოველთვის თვალის მომჭრალად გამოიყურებით. სად მიბრძანდებით? სასწრაფო საქმე მაქვს, მეჩქარება. თქვენ შეგაწუხათ. ალბათ არ იცით რა მოხდა. ქალბატონი აიშე და ქალბატონი ჰადიე საკვებ ობიექტს ხსნიან. სეჰერისგან გავიგე. ბლინებს გამოაცხობენ და გაყიდიანო. საკვებ ობიექტს? სად? ახალი სახლის ეზოში. ჩვენი სახლიდან 2 ქუჩის მოშორებით. დღესწაულობას აწყობენ. მეზობლები დაპატიჟეს. სეჰერმაც დურუ წაიყვანა და წავიდა. ხომ არ წავიდეთ? არა, გმადლობ. სხვა საქმეები მაქვს, თქვენ შეგიძლიათ წახვიდეთ. ქალბატონო ზუჰალ. ქალბატონო ზუჰალ, სადღაც მიდიოდით. ეს ქალი გამაგიჟებს. სახლში შებრუნდა. წავალ იქნებ მიუსწრო, სანამ ბლინები გამოილევა. დედა, რომ იცოდე რა მოხდა? რა მოხდა? ჩინარმა ახალი ადგილი იპოვა და კვების ობიექტს ხსნის. ის ქალი არასდროს დანებდება. როგორც არ უნდა შევუშალოთ ხელი, მაინც ვერ მოვიშორებთ. რაც უნდა ის გააკეთოს. ვიცი როგორ უნდა გავანადგურო ის ადგილი. არა დედა. ნერიმანის დახმარებით ამ საქმეს ვერ მოვაყარებთ. ხომ გითხარი გამიშვი ჩინარს, მე მივხედავ მეთქი. მასთან კარგი ურთიერთობა უნდა შევინარჩუნოთ. რა სიტყვი? როგორც გინდა. კარგი, მაშინ ჩინართან წავალ. ჩემო ძვირფასო. ჩემო საყვარელო, კეთილი იყო შენი მოსვლა. ჩემო სეჰერ. კეთილი იყო შენი მოსვლა. გილოცავ დედა. აქაურობა ძალიან ლამაზია. დურუსაც მოეწონა. ესმა გზაშია, მალე აქ იქნება. სეჰერ. ჩეთინი სად არის? ბოლო დროს არ საჩანს. არ ვიცი. დაურეკე, მაგრამ ვერ დავუკავშირდი. არც გადმომირეკა. იმედია ესმას რომ დავალაპარაკებით, მაგრამ ჩეთინსაც შევხვდები.
სეჰერ? კეთილი იყო შენი მოსვლა ძვირფასო. გმადლობ. გილოცავ წარმატებებს გისურვებ. გმადლობ. ღმერთმა დაგლოცოს. ესმა მოდის და ღვთისწყალობით ამ საღამოს ჩემს ქალიშვილს დავალაპარაკები. ილოცე რომ ყველაფერმა კარგად ჩაიაროს. რა კარგია. ესე იგი სიმართლეს ეტყვი. წარმატებას გისურვებ მეგობარო. იმედია ესმას ცუდი რეაქცია არ ექნება. დურუ, გზაზე არ გახვიდე შვილო. მოდი აქ. გამარჯობა სეჰერ. მერტო ჩემო. ბიცოლა აქ რას აკეთებ? ჩინარ ძვირფასო. ვერ ვიჯერებ. რა ლამაზი ადგილია გილოცავ. გეფიცები ძალიან გამიხარდა. მეც მინდა რომ დაგეხმარო. გმადლობ. უკვე ყველაფერი მზადაა. თავარია ხელი არავინ შეგვიშალოს ჩვენი საქმის კეთებაში. ესმა. კეთილი იყოთ თქვენი მობრძანება შვილო. მადლობთ. გმადლობ დეიდაიშე. გილოცავთ. წარმატებებს გისურვებთ ახალ საქმეში. ეს მცირედი საჩუქარი ჩვენგან. დიდი მადლობა, რატომ შეწუხდით. მობრძანდით. ბლინები გვაქვს. მიერთვით. სამსახურიდან ახლა ხან მოხვედით. მშივრები იქნებით. შენ სოკო გიყვარს, ამიტომ სოკოთი მოგიმზადე. შენ კი ბადრიჯნის ბლინი მიირთვი შვილო. გმადლობ დეიდაიშე. ძალიან გემრიელია. აქედან ვეღარ მომიშორებთ. ღმერთმა შეგარგოს შვილო. ხშირად გვესტუმრე. დასხედით, ფეხზე რატომ გახართ? სეჰერ. შვილო, ზუხალი თვალს არ მოგვაშორებს. ეს მას როგორ დავალაპარაკოთ? ბიცოლა სულ ასე იქცევა. ალბათ ბებიამ გამოგზავნა. თუ გინდა რომ ეს მას სიმართლე უთხრა, ეს დღეს უნდა გააკეთო. რაღაც ჩაიფიქრეს. მაგრამ რა? ამდენ ხანს რაზე ჩურჩულებენ? არა შვილო. ეს მას და ჩეთენს ვერ ვეტყვი რომ მათი დედა ვარ. ხო, არ ჩენ უთხრა. შემიძულებენ შვილო. მაგრამ დეიდაიშე უყვართ. ესეც საკმარისია. საკმარისია. თავარია. ვუყურებ როგორ ცხოვრობენ. როგორც გინდა დედა. შეიძლება ჩემმა და-ძმამ არაფერი იციან, მაგრამ მე ვიცი რომ დედა ჩემი ხარ. და ყოველთვის მეყვარები. როგორც იქნა ჩინარი დანებდა. შეიძლება დიდი ამბიციები გქონდა, მაგრამ შენ სიჯუტეს წერტილი დაესვა ძვირფასო. გონი ბიცოლამ დაიჯერა. ალბათ ძალიან გაუკვირდა. მეც ასე მგონია. ხოლო ეს მასთან მივალ სამსახურში და დაველაპარაკები. კიდევ ერთი ღამე მოვითმე. ჩვენი საკვები ობიექტის გახსნის წვეულებამ კარგად ჩაიარა. იმედია ხვალიდან წარმატებით ვემუშავებთ. იმედია დაო. ვინც ჩვენი ბლინი გასინჯა, კიდევ მოითხოვა. ეს იმას ნიშნავს, რომ ღვთისწყალობით კლიენტები არ მოგვაკლდება. დანარჩენი ჩვენზეა. ამ საქმიანობას თავი ყოჩაღად უნდა გავართვათ. ღმერთი შეგვეწევა. რაკენი, ეს მას დაელაპარაკე? არა დაო. ყოველდღიურად სამსახურში მივაკითხავ და დავალაპარაკები. რაც შეიძლება მალე უნდა დაელაპარაკო.
ხომ მითხარი უცხოეთში აპირებს წასვლასო. სანამ წავა დაელაპარაკე, რომ გადაიფიქროს და შენთან დარჩეს. ღმერთმა დაგლოცოს და მეც ამის იმედი მაქვს. წადი, უკვე გვიანია. დარჩენილ საქმეს დემეტთან ერთად მივხედავ. ჩინარ, ვის ველაპარაკები? ჩემს ნათქვამს ყურს არ უგდებ? არ მისმის ინგლისში წასვლის იდეა საიდან გაგიჩნდა? რა საჭიროა ესმა? იფექტთან რა კარგად მუშაობდი. თურგუთ, მგონი ესმა საქედან წასვლა უნდა. შენ არ ჩაერიო ზუჰალ. მომისმინე ესმა. ინგლისში წასვლის ნებართვას არ გაძლევ. თუ ბიძა შენის აზრი შენთვის არაფერს წარმოადგენს, როგორც გინდა ისე მოიქეცი. თურგუთ, ნურ შენ ჩაერევი. სადაც გინდა იქ წადი შვილო. მე გაძლევ ნებართვას. ბებია, ჩემო ძირფასო. დიდი მადლობა. მეგონა მხარს არავინ დამიჭერდა. მუდამ შენ გვერდით მიგულე შვილო. არაფერზე იდარდო. დედა, რა იყორწალო? ძალიან ჭკვიანური სვლა იყო. ეს მას იმიტომ უშვებ, რომ ჩინარს მისი ნახვის საშუალება აღარ ჰქონდეს, არა? ასეთ დროს სამის სათქმელად მოხვედი? არა. შენთვის კარგი ამბავი მაქვს, ამიტომ მოვედი. გილოცავ. ჩინარი დანებდა დედა. შვილებისთვის სიმართლის თქმას აღარ აპირებს. დღეს გავიგონე საჰერს როგორ ელაპარაკებოდა. არც ჩინარს და არც ესმას არ ვეტყვი, რომ მათი დედა ვარო. გონი შენი შეეშინდა და უკან დაიხია. სიმართლის თქმას მაინც ვერ გაბედავდა. იქნებ გონს მოვიდეს და სტამბოლიდანაც წავიდეს. ასეთი გულუბრყვილო ნუ იქნები რძალო. ჩვენ ჩინარზე ვლაპარაკობთ, სანამ შვილებს სიმართლეს არ ეტყვის არსად წავა. რადგან ასე გაიგონე, ფიქრობ, რომ მართლა დანებდა? არ ვიცი. დილით ადრე წადი და გაარკვიე სინამდვილეში რას აპირებს. ჩემ შვილიშვილებთან მიკარების უფლება არ მისცე, თორემ პასუხს შენ მოგთხოვ ზუჰალ. ღმერთო გთხოვ დამეხმარე. ჩემი შვილი კეთილად განაწყვეტ ჩემ მიმართ. აბა შენიცი ჩინარ. აიშე თეიზე? დეიდა აიშე, დილამშვიდობისა შვილი. დილამშვიდობისა. რამ შეგაწუხა? თუ გცალია მინდა ერთ საკითხზე დაგელაპარაკო. ამდილა ადრიან სად მიდიხარ ჩინარ? მალე გავარკვევ. ვინ იცის ამჯერად რა ჩაიფიქრა? დედა ასე მართალი იყო. მაინც არ ნებდები არა ჩინარ? პირდაპირ ესმასთან გამოიგეცი. ახლა როგორ მოვიქცე? დაჯექი დეიდა აიშე, ფეხზე რატომ დგახარ? თქვენ აქ რას აკეთებთ? დღეს დამლაგებელი არ გამომიძახებია.
დეიდაიშე სამუშაოდ არ მოსულა. ჩემს სანახავად მოვიდა. ეს მაძვირფასო. სამუშაო საათებში ვიზიტები სულაც არ არის სასიამოვნო. მოგიხსენება, რომ აქ ვმუშაობთ. შვილო, თუ გინდა გარეთ დავსხდეთ და ვილაპარაკოთ. ქალბატონს ნუ შევაწუხებთ. რას ამბობთ, დეიდაიშე? თუ ყველა თავის საქმეს მიხედავს, სტუმარი არავის შეაწუხებს. ეს რა თავხედობაა? დაჯექი დეიდაიშე. იფექს ყურადღებას ნუ მიაქცევ. სულ ასე იქცევა. დაჯექი დეიდაიშე. ამ გოგოს თავხედობას საზღვარი არ აქვს. ჩემი და რომ არა, თავის ადგილს დიდი ხნის წინ მივუჩენდი, მაგრამ მოვითმენ. მალე ინგლისში წავა და დავისვენებ. რა შემოგთავაზო? ჩაი ახლა ხან დავაყენე, შემიძლია ყავაც მოვადუღო? არა, გმადლობ შვილო. არაფერი მინდა. დიდი ხანია ვფიქრობ ეს როგორ გითხრა. რა ხდება დეიდაიშე? რას გულისხმობთ? დავინტერესდი. მითხარი. გისმენ? არ ვიცი როგორ გითხრა. საიდან დავიწყო? რა კი ჩემთან მოხვედი, ესე იგი საქმის იურიდიულად მოგვარება გინდა. შენი პრობლემის შესახებ მომიყევი. ბატონო მერს დაველაპარაკები. როგორც ადვოკატი ყველანაირად დაგეხმარებით. არა. საქმე შენთან მაქვს. მერთო დამეხმარე. ნამდვილად ესმასთან სალაპარაკოდ მოვიდა. ყველაფერს ეტყვის. არა. ამას ვერ დავუშვებ. ჩვენი ცხოვრების არავის უფლებას არ მივცემ.